მოგესალმებით. დღეს ჩვენი თემა მოგვერევა თუ არა ხელოვნური ინტელექტი დეველოპერებს. არა, ვერ მოგვერევა. აი როგორც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ვერ მოგვერევა, ისე ვერ მოგვერევა ხელოვნური ინტელექტიც. ჩვენ არ ვაკვირდებით და დღეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება არ მიდის იმისთვის, რომ ადამიანი ჩაანაცვლოს. დღეს ხელოვნური ინტელექტი ვითარდება იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმაროს გარკვეული თასკების შესრულებაში. აი თუ დავაკვირდებით, მაგალითად იგივე ChatGPT-ს ხო, რაში ვიყენებთ ხშირ შემთხვევაში, რომ ის რაღაცა რუტინული საქმე, რაშიც ჩვენ არ გვინდა რომ დრო დავხარჯოთ, ამ დავალებას ვაძლევთ ChatGPT-ს, ხო, იგივე არტიკლების დაწერაში, დაუშვათ ელფოსტაზე პასუხის გაცემა, დაუშვათ მასივის შედგენა, ხო, დეველოპერებისთვის, რაღაც გარკვეული კითხვა გვაქვს, ხო, რაღაც გადაუჭრელი და გვინდა რომ გადავჭრათ, ხო? ხელოვნური ინტელექტის მოვალეობა დღესდღეობით არის არა ის, რომ სრულად ჩანაცვლდეს ადამიანი, არამედ მას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაუადვილოს საქმე. კი, აი NVIDIA-ს CEO იძახის, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არ მოგვიწიოს კოდის წერა. შეიძლება ვთქვათ, რომ AI-ი სამომავლოდ შეიძლება დავუშვათ კომპანიაში 10 დეველოპერიდან ეს რაოდენობა დაიყვანოს 2-მდე. მაგრამ ის, რომ სრულად ჩაანაცვლოს დეველოპმენტის პროცესი, მე ძალიან არარეალისტურად მიმაჩნია. იმიტომ რომ AI-ს ყოველთვის დაჭირდება ვიღაც, ვინც გადაამოწმებს. არის თუ არა მის მიერ შესრულებული საქმე ზუსტი და ემთხვევა თუ არა ის იმას, რასაც მას ვთხოვთ, ხო? თუმცა წარმოვიდგინოთ ისეთი პროფესიები, როგორიც არის მაგალითად UI UX დიზაინერი, content maker-ი, QA ტესტერი, ან ავტომატიზაციის ტესტერი. აი ამ პროფესიების ჩანაცვლება მე ვთვლი, რომ შესაძლებელია. მოდ არ ვიწყინოთ ამ პროფესიის წარმომადგენლობა, ჩემი კოლეგებიც არიან ძალიან ბევრი. არ გამოვრიცხავ, რომ მათი ჩანაცვლება AI-ით გაცილებით მარტივად მოხდეს, ვიდრე თუნდაც დეველოპერებისთვის. თუმცა, დავზენ ერთ რამეს, რომ ნებისმიერ სპეციალობაში თუ ვიქნებით მაღალ კვალიფიციური სპეციალისტი, AI-ისთვის ჩვენი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. რადგან ადამიანის შემოქმედებითობა ყოველთვის იქნება მიუწვდომელი AI-ისთვის. ეს ჩემი პირადი აზრია. AI არის მაინც ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება ხელოვნური. ბოლო პერიოდია მოხშირდა AI-ის გამოყენება, თუ მიხვდებით სად? ტექნიკურ გასაუბრებებზე. მოგეხსენება ძალიან ბევრ ტექნიკურ გასაუბრებას ვატარებ, იმიტომ რომ გვაქვს თითქმის უწყვეტი რეკრუიტმენტი და ძალიან ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც მაგალითად კანდიდატს არ სურს კამერის ჩართვა. ან ჩართული აქვს და აი პირდაპირ უყურებ და გვესმის როგორ წერს და ეკითხება AI-ს, ამ შემთხვევაში ChatGPT-ს, ხშირ შემთხვევაში კითხვებს და მე იქიდან კითხულობს. ძალიან გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ერთი რამ. უკვე ყველასთვის ცნობილია ეს ფაქტი და ყოველთვის გასაუბრებაზე ზის მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია იგივე კითხვა დაუსვას AI-ს და ნახოს და შეადაროს თქვენს მიერ გაცემული პასუხი AI-ს გაცემულ პასუხს. თუ მაინც და მაინც გადაწყვიტეთ AI-ის გამოყენება გასაუბრებისთვის, მაშინ გამოიყენეთ ის გასაუბრებამდე და შეეკითხეთ მაგალითად, მაქვს გასაუბრება JavaScript-ზე, ან დავუშვათ Vue.js-ზე, Angular-ზე და დამისვი რამოდენიმე კითხვა, ხო? აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე გაქვთ, ანუ რა დონის ჯუნიორია, მიდლია თუ სენიორი, იმიტომ რომ დამიჯერეთ ChatGPT ძალიან კარგად იცის ამ ლეველებზე რა კითხვები დაგისვათ და კარგად მოემზადეთ გასაუბრებისთვის. აი თუ რამე არ იცით გასაუბრების დროს, ჯობია ალალად თქვათ, რომ ეს არ ვიცი და ვერ გიპასუხებთ. გონია რომ მომავალში AI-ის მთავარი ფუნქცია იქნება, რომ ინტეგრირდეს ადამიანთან ან ადამიანშიც. აი როგორც ხა Elon Musk-ის სტარტაპი Neuralink-ი მუშავდება, არ გამოვრიცხავ მომავალში ადამიანში იყოს ჩაშენებული AI და ადამიანის ტვინთან უფრო მარტივად ინტეგრირდეს. გავიმეორებ, განა ადამიანის ტვინი ჩაანაცვლოს, იმიტომ რომ ეს ძალიან მეეჭვება ახლო მომავალში მოხდეს. არამედ ადამიანის ტვინი უფრო განავითაროს და ის რუტინული საქმე, რაც მაგალითად ადამიანის ტვინისთვის არის დამღლელი, აკეთოს AI. თუ გაქვთ სხვა მოსაზრება ამის შესახებ, გთხოვთ დააკომენტაროთ და შეგვიძლია განვიხილოთ კომენტარებში. დღეისთვის სულ ეს იყო.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის.